მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. სიმართლე გითხრათ, ცოტა ჩამოვჭით ამ სერიალზე, მაგრამ ადრეღებში კვირაში ერთხელ ვდებით, მაგრამ ახლა შევატყერო, რადგან ჩამოვჭით ზოგადად ძალიან ერთი თუ ორი თვიანი მქონდა დადებული, შევდა უბრალოდ გამეგრძელებინა და უფრო ხშირად დამედო. დავასრულე Welcome to Dairy School-ება პირველი სეზონის და დანარჩენი მიმდინარე სერიალები მოგეხსენებათ, კაი ხნის წინ მაქვს ნანახი, რაც ნანახი მაქვს, Gravity Falls-ის ფინალი მაქვს, მარტო საყურებელი, რომელსაც ჯერჯერობით არა, მაგრამ ვუყურებ აუცილებლად. და ეს რა ქვია, მძიმე დანაშაული მაქვს ახლა ერთადერთი სერიალი, რომელსაც ვუყურებ აწმყოში რა, ყველაზე პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ დანარჩენები უკვე ჩაწერილი ვიდეოებია, დასაედიტებელი, ზოგი დაედიტებული მაქვს უკვე, ზოგი დაუედიტებელი, ანუ დასაედიტებელი და აუცილებლად დავდებს უყურას. მაგრამ ახლა რაც შეიძლება მეტ დროს დავუთმობ მძიმე დანაშაულს და შეიძლება კიდევ უფრო ხშირად დაიდოს, ვიდრე როგორც ყოველთვის. რა ვიცი, ვერც დაგპირდებით მაგას, იმიტომ რომ ერთად შემა პირველ სეზონს ვთავდი. ვერც დაგპირდებით მაგას, იმიტომ რომ ის დანარჩენი სერიალები ზოგადად ხო არსად არ ქრება, ანუ საყურებელი აღარ მაქვს, მაგრამ დასაედიტებელი დასადები მაქვს და ძალიანაც რომ მივაყარო ვიდეოები არ მინდა. მაგრამ ხო, დღეს უნდა ვნახოთ მძიმე დანაშაულის. მინდა რომ ორი სერია ვნახოთ, რავი. თუ მოვახერხ, თუ მოვასწრებ, ვნახოთ ახლა ვუყუროთ ერთ სერიას და იმის მერე გადავწყვეტ. თქვენ ახლა გეცნობინებათ უკვე სათაურის და ზოგადად ვიდეოს ხანგრძლივობის მიხედვითაც. მე მაგალითად ამ წუთას არ ვიცი ამ ვიდეოში ერთს ვუყურებ თუ ორს, იმედია ორს. უნდა ვნახოთ მეექვსე სერია. ხო, არ მინიშნავს ჯერაც ერთხელ, მაგრამ ჯერჯერობით პირველი სეზონი მეორეს მირჩევნია. მეორეც კაია, მაგრამ პირველი სეზონი უკეთესია ჩემი აზრით. კაი. დავიწყეთ. ეცა. ეგრეც ვიცოდი ასე გაჭირდა. მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მეექვსე სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. სათაური არ მინახავს, მაგრამ აღარ გადავხდები ახლა და გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. რეალჭის მე მეგონა მარტო ბევერთობოდი ეგრე. სკინიპიტი. იო. რა ხდება? ზაღლიშვილო. ვაუ. ძმა. ჩემთვის რამე გაქვს? კი, ვიპოვე ისინი. ეს 5-ია თუ ესი? 5, იო. არა მოიცადე? ეს. არა. ხო, 5. ხო? ესი რა რიცხვია? ღმერთო, ქუჩა როგორ იწერება არც იცი. ჩუა. ძმაო, ძალიან ბევრ მარიხუანას ვეწევი და ფულს შოულობ ათასობით. რა შემჭირდება მაგწერა? სახელები? იმ ქალის არ ვიცი, ის ხომ უბრალოდ მისი ნაშა. თვითონ ვაფლს ეძახიან. ვაფლს. მოიცადე, არც გიჟი ძაღლი, არც რაიმე საშიში. დავაზუსტებ ტიპმა, გაგძარცვა ზედმეტსახელად ვაფლი. სახელს რა მნიშვნელობა აქვს? მხოლოდ დანა დავინახე, რომელსაც სახესთან მიტრიალებდა აი ამ ხელა. თუ თავის ასაიდო მიზეზს ეძებ, მაშინ როდის ვთქვი ეგ? მაშინ თვითონ წავალ. ისეთი, რომელსაც მაგრამ გამოსაცდელს ზედმეტსახელი აქვს.
უცნაური და რას იზამწახვალ? ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული. კი. და სინამდვილეში კარგი, იმიტომ რომ ორს ჭკუა უნდა ვასწავლოთ. ну ის ქალი ეხლა რა ვიცი დანა რო გააძრო პროსტა და კაცის გვერდზე რო იდგა დიდად ბევრს არაფერს ნიშნავს მაგრამ როგორც მოწმე ცუდ საქმეს გაგიგეთებს მაგრამ არ მგონია ეგეთი პოლიციაში მივიდეს ჰექტორ სალამანკამ თუ არ ჩაიშვი ცნობისთვის ჩემმა ძმაკაცმა მითხრა რომ ჰექტორი ქვია იმ ტიპს მოხუც არც დამჭირდება თუ არა იქ სახელი მომავალში, მაგრამ არ ხსენებია თქვენი აქ და სავარაუდოდ დამჭირდება. Breaking Bad. რა მაგარია ეს ნორმალური ინტრო აქვს სერიას როგორც იქნა. დამწვარი დათვი და შავ-თეთრი ფონი აღარ არის. შით. იგი განსხვავებული. ჩემი ფული სადაა ძაღლიშვილო? სადაა ჩემი ფული? სადაა ჩემი? სადაა ჩემი ფული? ძაღლიშვილო. ძაღლიშვილო. სადაა ჩემი ფული? ძაღლიშვილო. ეს კარგია. ჩემი ფული სადაა? ქართულში დიდად განსხვავება არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ორიგინალში. ძაღლიშვილო. მოდი ჭკუას გასწავლი. ლაპარაკი გინდა? მოდი. ახლავე დაგმარხავ. არ შემეწინააღმდეგო. დაგმარხავ, იმიტომ რომ გიჟი ვარ. არ გამომცადო. მაგრამ დარწმუნებული ვარ შენს უმეტესი გიჟი ის იქნება. კარგი შეიმეფე ხაიგერები. დილამშვიდობისა? დილამშვიდობისა. შეიძლება ჩავაგდო? უკაცრავად. გონი კარგი ამინდი იქნება, ხო? ხო, ალბათ 25 გრადუსი. კარგ დღეს გისურვებ. აქ -3, ამიტომ მაგარი ამინდი იქნება. მე მეგონა დაელოდებოდა იმის წერილის სასწრაფოდ რომ მივიგება. წერილის თუ პოსტის თუ რაც არის. ღმერთო, ჯანდაბა. ძალიან მოწესრიგებული ტიპია. ასევე ფანჯერად ჩაუტეხა და შევარდა მაგის სახში იარაღით ხელში. ეს თუ პატარა ბავშვმა მაინც დაინახა. არაა კარგი. არის ვინმე სახლში? დაიბოლა ეთქობა ტიპი დიასარევაც. გამარჯობა. ამ მართლა არ არის სახლში. არ ვიცი, ისე ჩანს თითქოს და ვიღაცა მიჩხუბა აქ და кайხანი არავინ შემოსულა მერე. ან პროსტა кайხანი არავინ შემოსულა. Opa. ბავშვი. გამარჯობა.
ბიჭია თუ გოგო. გონი ბიჭი. უფროსები სახლში არიან? სხვებს აიღებ. შენი ოჯახის წევრები შინ არიან? აი, ბავშვს საქმე არ ველოდებოდ. მე მგონი კაი ხანი არ ყოფილან ოჯახის წევრები შინ. ჯესი. რა ქვია? მე მქვია დიზელი. აჰა. იქნებ სხვა რამეს ვუყუროთ? მულტფილმებს ან არა მულტფილმი. ან რამე სხვას? სამომგებლობებს ვუყუროთ ხოცვაში ლიტვას. Welcome to Teris მაგალითად. როდესაც მე ნახავთ ჩემს YouTube-ზე. არც ისე მანე, მაგრამ ვინაც არა. სხვა არქივი არ არის? როდის დააბრუნდებიან შენი მშობლები? მისტერ ვაფლი მამა შენია? მისტერ ვაფლი. როდის დააბრუნდება? შია. ეს არის კარგი ბავშვის გასახმოვანებლად. გამარჯობა. მინდა და უოლტისათვის სკოლაში დაბრუნება მიმელოცა. ჩვენ შენზე ვფიქრობდით, როდესაც ვალენტობას და კოვალენტობას ვასწავლიდით. კარგი სულესაა, წარმატებები. სკაილერ, როცა შეძლებ დარეკე. გამარჯობა სკაილერ. გრაჩენ შვარცი ვარ. დღეს სანტა-ფეში ვარ და თქვენ გამახსენდით. ვიმედოვნებ ყველაფერი კარგადაა. უოლტის მობილურზე ვრეკავდი, მაგრამ გამრთული აქვს, ასე რომ უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგადაა. თუ შეძლებ დამირეკეთ. ალო? სკაილერ, ვაითი ვარ. ცუდ დროს ხომ არ გირეკა? არა, გამიხარდა რომ დარეკე. როგორ ხართ? ძალიან კარგად, მადლობა. ვოლტი დღეს გავიდა სამსახურში. ტელეფონი კი დიდი ხანია დაკარგა. დიდი ხანია მადლობის გადახდა მინდა, მაგრამ არა, ყველაფერი კარგად არის, მშვენივრად არის ყველაფერი. გრეჩენ, მე ძალიან მადლობელი ვარ. ვოლტი მეუბნება რომ თვითონ გადმოგცემ ჩემს სიტყვებს. ისე დიდი ხანი ჯიუტობდა ვოლტი. პრობლემების გადაჭრა მარტოს უნდოდა. ალბათ 100 ჯერ ავიღე ტელეფონი, მე უბრალოდ რაზე ამბობ? მადლობის თქმა საკმარისი არაა შენთვის და ელიოტისთვის. ახლა ვოლტის მკურნალობის ფული ამან უბრალოდ მან გადაგვარჩინა. ეს პირად უარესზე ვიდრე ნელა ვაანალიზებ რაც ხდება. მე ვერ ხვდები რა ვოლტი მეუბნება რომ არ შეგაწუხოთ ესეთ უმნიშვნელო საკითხზე, მაგრამ ეს უმნიშვნელო არაა ჩემთვის და ყველა ჩვენგანისათვის. ასე რომ საბოლოოდ დიდი მადლობა მინდა გითხრათ საუბრის ბოლოს. ვიმედოვნებ მალე გნახავთ. ჩემი ახლა ნებისმიერ დროს როცა ქალაქში იქნებით, ნებისმიერ დროს მოდით. შუა დღეზე რა სიტყვით? კარგი. შუა დღეზე მონოალკინები, დიოლეფინები, ტრიენები, პოლიენები. მხოლოდ დასახელებების ჩამონათვალით დაგეხვევათ თავბრუ. მაგრამ როდესაც გეჩვენებათ რომ ძალიან ბევრია, ეს აუცილებლად მოგეჩვენებათ, გაიხსენეთ ერთი ელემენტი.
კარბონი. კარბონი. ეს ყველაფრის ცენტრია. კარბონის გარეშე სიცოცხლე არ იქნებოდა. იმ გარემოში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. ყველაფერი, რაც ცოცხლობს, უცოცხლია და იცოცხლებს. ნაუ ეს ტიპოლები ხა გავახსენდა. ტიპოლები კარბონის გარეშე წარმოქმნილია. კარმენი, ეს კარბონია. არა. უკაცრავად ადმინისტრატორი კარმენი. რაიმე? და ივიწყეთ. არა, კარგი. მგონი. მომწონს ამაზე ფიქრი. მომწონს ფიქრი იმაზე, რომ ბრილიანტი და ქალი, რომელსაც ეს ბრილიანტი ხელზე უკეთია, ორივე ერთი და იგივე ნივთიერებისაგან არიან ფორმირებულნი. ან და ალმასი და ადამიანი, რომელსაც ის დაამუშავებს. ტრეისი ჰოლი. სახელი ჩაიწერეთ. ჰოლმა გამოიგონა პირველი რეპროდუქტირების პროცესი, რომლის შედეგადაც ხელოვნური ალმასი მიიღო. ეს ხდებოდა 50-იან წლებში. დღეს ხელოვნურ ალმასს იყენებენ ბურღვისას, ელექტროობაში, მულტიმილიონიან ინდუსტრიებში. იმ დროისათვის ჰოლი General Electric-ში მუშაობდა. მან მათ დიდი წარმატება მოუტანა. დაუთვლელი. იცით როგორ დააჯილდოვა კომპანიამ ჰოლი? $10 ობლიგაცია აჩუქეს. $10. Вообще весь интересებს შენი ჰოლი. ტიპიური ქიმიის ობლიგაცია, გაკვეთილი. რომელიც დაბეჭდილია კარბონისაგან დამზადებულ ქაღალდზე. აჩუქეს კარბონისაგან შექმნილ ადამიანს. ეს ცოტა უცნაური საქმეა, მაგრამ კაი. მიხარია რომ დაბრუნდით, შვენივრად გამოიყურებით. ცოტა გავხდი, მაგრამ უკეთესიცაა. და თმის პრობლემა მე ასე უფრო მომწონს. ძალიან გიხდება. ჯანმრთელობა როგორ გაქვთ? შვენივრად 100%-ით. ძალიან მიხარია რომ დავბრუნდი. მიხარია რომ ისევ სკოლაში ვარ. ჩვენც გვიხარია. მე მინდოდა კარგი. კარგია. შვენიერია რომ დაბრუნდით. რაც ხდება? ყველაფერი კარგადაა. თუ რაიმე დაგჭირდებათ, არ სიტუაციას ვერ მიხვდეთ, არ მოეწონა. საიდუმლოდ დარჩება. ხვალამდე ფლინ, ხვალამდე ჯეფრი. ოპა. მე შარვალი დავკარგე უკანალი შიშველი მაქვს. მაჩვენე. მამა. მაჩვენე. არი დარდა. არა სუზავი. მიცეს და წერა იმას. წავედით. ეს ბავშვი. აშკარად კაი ხელი არ მიუხედია არავის ბავშვისთვის. ჰეი. კუკუ. ერთობა მაინც. არა. ну ცოტა გაიგიმა რატო არა. კუკუ. მე მგონი ეგეთი პატარაც აღარაა.
Cadê esse вообще? ოღ მე. პატარა რაღაცა. თუმცა შეიძლება 7-ის იყოს. სრულიად შესაძლებელია. კარგი, აქ იყავი. აქ იყავი. მე კიდე მანამდე მამაშენს მოვკლავ. ოპა. მოკეტე. მოკეტე. შენ მოკეტე. ოჰო. ორივე მოკეტეთ. ადექი. გაჩუმდი მოკეტე. მოკეტე. მოკეტე რეკეთ შეგავლებს. ნუ ვაფლო. აუ არა, არ კიდე ყველაზე საინტერესო მომენტში. ნუ ვოლტის თემაც საინტერესოა, მაგრამ იცი ვინ გააკეთა ეს? არ ვიცი. მოდი შენ გაიგე, ვინ გააკეთა. დავიჭიროთ. ზა თავზე ცელოფნები ჩამოვაცვათ. წავიყვანოთ უდაბნოში, გავაშიშვლოთ და ყელამდე ჩავფლათ დიდ ჭიების ბუდეში. ფილმში ვნახე. ვოლტ. თანახმა ხარ? ხარა თქოს თანახმა ვარო. ჩემთან ერთად ხარ? მორიელები? მორიელები კარგი იდეაა. უფ. მაგარია. ნახე. მამა, ნახე რა მაგარია. ვისია? ეს ჯუნიერია, ან ფლინი. მას მოსწონს ფლინს რომ ვეძახით. დედა? რა, როგორც აი ესე ვამბობ. ეს მისი შვერცია, ვისაც გასაგებია. ბევრი ქსმენია. ძალიან სასიამოვნო შენი ნახვა ფლინ. ჩემთვისაც. ვოლტ. ფლინ. ნახე აქ ვინა. გრეჩენი. გამარჯობა. აი სიურპრიზიც. მშვენივრად გამოიყურები. სიმელოტე ცოტა ზედმეტია, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. კარგი ფორმის თავი გაქვს. ხო, რა თქმა უნდა, წარმატებისათვის ხელი გადაუსვა? იმედი მაქვს. მამის შვარც დიდი მადლობა იმისათვის, რაც მამა ჩემისთვის გააკეთეთ. თქვენი კეთილი საქმე ძალიან დაფასებულია. ძალიან გვინდოდა მე და როდის იტყვის. შეიძლება ის თქვას და უბრალოდ ვოლტს უთხრას. რექს პალოტაობა. არა, ამის გაგონებაც არ მინდა. ეცეთ არ მიყვარს ამის თქმა. მაგრამ უნდა წავიდე. რა სამწუხაროა, სადილზე ვერ დარჩებით, დიდი სიამოვნებით, მაგრამ საცობს უნდა გავასწრო. ანი ფიქრებს რომ კარგი. აუ ამაზე არ მიფიქრი. ახლა ფიქრობს რომ ვინმე სხვა. იმედი მაქვს, მალე გვექნება შესაძლებლობა ისევ შევხვდეთ. დიდი იმედი მაქვს. ამათის სახელით, ელიოტის სახელით. გამიხარდა თქვენი ნახვა. ნებისმიერ დროს გვეწვიეთ ელიოტთან ერთად. მართლა, მეც ვეცდები არ დავიკარგო. კარგი იყო თქვენი ნახვა. ჩემთ მიხარია რომ შევხვდით. მეც. კარგი. ნახვამდის. მგონი მანქანამდე უნდა მივაცილო. ახლავე დავბრუნდები. უნდა ელაპარაკო. გრეჩენ.
სულ არ აქვს კმაყოფილი სახე. უნდა ვილაპარაკოთ. შეგიძლია არავის არაფერი უთხრა. ხო. ხო. ნუ მინავე. ოჩაღიერო სკაიდერს არ უთხრა ჯერ და. სად არის ჩემი ფული? ოპა. სანამ შვიდობიანად გეკითხებით. კარგი, ჩემი ფული მინდა. მიდი. იცი რას გეტყვი მეგობარო? რა? რას მეტყვი? წავალ და გიჩივლებ. ძალიან მაგრად დამარტყი. ვფიქრობ ტვინის შერყევა მაქვს, საავადმყოფოში წასვლა მჭირდება. მოკეტე. სერიოზულად, ექიმი მჭირდება. არ დაიძინო პატარა. არ დაიძინო. მოკეტე. ფული დაუბრუნე და კარგი, ჯიბეები ამოიტრიალეთ. ყველაფერი მაგიდაზე ახლავე. მობრუნდი. მობრუნდით. უკანა ჯიბეები ამოაბრუნეთ. ოხ, თქვი დამბნებო. კარგი. ფეხსაცმელები გაიძრეთ და მომეცით. მოკვდით ვერც მოკლავ, იმიტომ რომ ხომ გითხარით იზელ არაფერი გვაქვს. ყველაფერი გავიკეთეთ. ხო? დღენახევარში 300 გრამი მოიხმარეთ? მაშინ ასე გეტყვით. თქვენ ორივემ გამოიღეთ უკანალიდან მეთანოლი, თუ არა და მე თვითონ მოვძებნი. აი ასე. ეს სხვა საქმეა. კარგია, შენ კრისტალებს ინახავ. ეს ჰეროინს. კარგი, აქ 8 ბურთია, დანარჩენი მეთანოლიცადაა. დანარჩენი ამათ მოიხმარეს. იცი რა, ეს ამან დაკარგა. მოკეტე. შენ მოკეტე, მოკეტეთ, შეწყვიტეთ. რაღაც უფრო და უფრო ცუდად ვარ. ამას ხედავ? აი აქ 5 ტყვიაა. ორივეს მუხლებში და ერთს თავში გეყოფათ. ჰეი. ჰეი, პატარა. აი. მოდი ჩემთან. მოდი. აი ბავშვისთვის ამის ნახვა არ იყო საჭირო. დამალე ახლა იარაღი. კარგი. თქვენ ორნი აღარასოდეს არ მოიხმართ არაფერს. ამას მე თვითონ გავაკონტროლებ. არანაირი მარიხუანა, არანაირი მეთანოლი, არანაირი ჰეროინი. სანამ ჩემს არ მაგონჩი ხო, სანამ დაგიბრუნებენ. ფული გვაქვს, დაგიბრუნებთ. პროცენტით დაგიბრუნებთ. ხო, ფულ დაგიბრუნებთ. მართალი ხარ პროცენტით. სად გაქვს? ეზოში. ეზოში წადი და შემოიტანე. გამოვხდები. მე და მამა შენი უბრალოდ თამაშობთ. გასაგებია? შენ არ გაინძრე. წამოდი. ძალიან სასტიკი თამაშია რა. ხედავ? ესაა, მოვიპარეთ. ეს ქალი ჭიანჭველასავით 100 ჯერ მეტი წონის წაღება შეუძლია. და ეს რაში უნდა გამოვიყენო? გახსნაში დამეხმარე. ფულს ამოვიღებ და გადაგიხდი. არა მგონია. ვაი მიხდერთო. იო, ეს ჩემი ბანკია. მე რა? ის დაზღვეულია. დანაშაული მსხვერპლის გარეშე. საიდან წამოიღე? ბედეგადან. ქალაქის გასწვრივ გზად შევედით და გამოვედით. და ბამ! ყველაფერი ადვილად წავიდა, იო. არავის დაუნახი ხართ? მოწმეები არ არიან? ჩვენ უბრალოდ შევედით, ავიღეთ და წამოვედით. არავის შეუმჩნევია? არავის შეუმჩნევია. მართლა? გეუბნები დანაშაულის მოწმეების გარეშე. აი ძალიან ცუდია ჯესი რომ ამ საქმეში ეხება. ოღმერთო. ოუჩი. ოღმერთო. კარეთ საკმარისია. ვერისამით მაგას.
დამნებდება გძნობ. არიცი როგორ უნდა გააყო. შენ ხომ მითხარი რომ ესეთი უკვე 6 მოიპარეთ. მოვიპარეთ, მაგრამ არც ერთი არ გაგვიღო. თავარია მოდომება. ბედნიერი 7-იანი არ მოусმინო ამ ალქაჯს. ნუ მეძახი მასე. მე არ ვარ ალქაჯო. ეი. დასხედით. ღმერთს გეფიცებით ორივე სახეში გესვით. წყნარად იყავით. შენ აპარატი გააღე. შენ კი დაჯექი და მშვიდად იჯექი. ბავშვი სადაა? თქვენი ბავშვი. მე რატომ მეკითხები? აბა ვის უნდა ვკითხოთ? იარაღი შეინახე. საწყობი ბავშვი. ძინავს. რანაირი დედა ხარ? აჭამე ბავშვს, დაბანე, პუდრი დააყარე. ნორმალური არხები დაუყენე ტელევიზორში. სერიოზულად. ერთი დოზა მომეცი და ისეთი დედა ვიქნები, როგორცაც მეტყვი. ო, დიზელ ყველაფერი უფრო მხიარულად წავა. ერთი. გზიდან გამეცალე. ჩანგრევს. ორკესეც ვერ ჩანგრევს. არავისთვის არ გითქვამს, ელიოტისთვისაც კი? ჯერ არა რას ნიშნავს? იმას, რასაც ნიშნავს. ჯერ არ გადამწყვეტია, როგორ მოვიქცევით. კარგი, ამაზეც მადლობა. Skyler's და ვოლტინს ვასაუბრეთ. პირველ რიგში მადლობა. ბოდიში რომ ამაში გაგხვიე. რაღაც თავიდანვე არასწორად წავიდა. არასწორად? ძალიან წუხვარ. მადლობა. ახლა მითხარი, რატომ გააკეთე ეს? ეს თავარი არაა. ნე, ახლა რამე მოიფიქრე. შენ ხომ მითხარი, რომ დასღვევა ყველაფერს აანაზღაურებ და მოიტყვე? თუ ჩვენს ფულს არ აიღებ და დასღვევა არ დაფარავს, ფულს როგორ გადაიხდი? კრეჩენ, შენ ეს არ უნდა გაღელვებდეს. მაპატიე ვოლტ, მაგრამ მაღელვებს გადაიცი შენს ცოლს და შულს, რომ კურნალობის თანხას გადავიხდი. რატომ აკეთებ ამას? მათ ყველაფერს მე თვითონ ავუხსნი. სკაილერის სახის გამომეტყველება, მის თვალებს ცრემლი იყო, მომდგარი. მადლობას მიხდის, რომ შენი სიცოცხლე გადავარჩინე, რატომ უკეთებ ამას? როგორც გითხარი, ყველაფერს თვითონ ავუხსნი. გთხოვ ნება მომეცი, რომ თვითონ გავაკეთო, რაც საჭირო იქნება. კარგი? ჩემს ოჯახს მე თვითონ ავუხსნი ყველაფერს. ჯერ მე ამიხსენი. ხო, ასე მარტივად არც დაგენებებს თავს. ბოდიში კრეჩერ, მაგრამ არ ვარ ვალდებული შენაკიხსნა. შენთვის ბოდიში უნდა მომეხადა და მოგიხადე. მე, რავი, ამას მე ხადე ბოდიში. ძალიან. ცოტა მეჭირდა ამის მე კრეჩერ, მაგრამ სამჯერ. არა მოიღოს. მოდი ყველაფერი დავაყენო. ელიოტს მაინც ეტყვის. ელიოტმა და მე შენი მკურნალობის ფულის გადახდა შემოგთავაზე. სხვათა შორის წინა დადება ისევ ძალაშია. და შენ უარი გითხარი სიამაყის გამო, ან არ ვიცი. შემდეგ კი ცოლს უთხარი, რომ ჩვენ გადავიხადეთ მკურნალობის ფული. ისე რომ ჩვენ არც ვიცოდით. ჩვენი სურვილის გარეშე ამ ტყუილში გაგხვიე. ახლა კი ზიხარ აქ და მეუბნები, რომ ეს ჩემი საქმე არაა? ხო. დაახლოებით ასე იყო ყველაფერი. დაახლოებით ასე კი არა, ზუსტად ასე იყო. ნუ, ზუსტად ასეც არ იყო. რის გამო ჩვენ კი კარგად ვიცით. რა იცი,
ჩემს შესახებ, გრეჩენ. ოპა. როგორი შთაბეჭდილება დაგჭა ჩემზე? კარგი მე რა კითხვა, ფული- სხვათა შორის. დახმარება უნდა გთხოვო და შენ ჩეკის ციგნაკს დაატრიალებ და ყველაფერი მოგვარდება. და დამავიწყდება შენ და ელიოტმა როგორ გადამაგდება. რა? რა? ეგ როგორ იფიქრე? ჩემს სამსახურში, ჩემი გამოკლევით, შენ და ელიოტი მილიონებს აკეთებ. როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო? ყოჩახ, კარგად მოეწყეთ. შენ მე მიმატოვე. შენ ხომ უნაკლო ხარ, თვით სიწმინდე. ვოლტ. შენ მე მიმატოვე. ნიუპორტი, 4 ივლისი. შენ, მამა ჩემი და ჩემი ძმები ჩვენს ოთახში ავედით. შენ კი ჩანთები ჩაალაგე და უსიტყვოდ წახვედი. რა? იქნებ დამესიზმრა? და ეს იმის მიზეზი გახდა, რომ ჩემს ნამუშევარზე საკუთარი იმპერია აგეწყო? ამას როგორ მეუბნები? შენ ნუ წახვედი. სიმართლეს შენ ჩვენ გეტყვით დაგვტოვე. დახმარება შემოგთავაზ ეს ასე რომ პატარა მდიდარმა გოგონამ კიდევ დამატებითი მე მილიონები იშოვა. თუ შემოვოლთ. არც კი ვიცი რა გითხრა. არც მე. არც კი ვიცი საიდან დავიწყო. გრეჩენ მესმის შენი 100%-ით. ვოლტს უგააფრინე ამ ბოლოს. ისევ წუხარ შენს გამოვოლთ. წადი. აი რა. ნუ მაგპანჩი უამაზად მოიქცა გრეჩენი, მაგრამ ეს ნამეტანია, დახმარება უნდოდა ყველაზე, თავარი ეგაა. თან მიზეზოდან მოქცეულა ეგრე და საწყალიბო. ვოლტი ძალიან აგრესიული გახდა ამ ბოლო დროს და არ ვიცი რა უთხრა. გამარჯობა. პატარა ბიჭო. გშია? ვაუ. გრიგრუ ჩაცხოდა. არა, საკეთებ. არა. ფაფლო ადექი დამეხმარე. პატარა ადექი დამეხმარე. სუდი დედა ვარ? ახლა გაჩვენებ როგორი სუდი დედა ვარ. ადექი ჯანდაბა. საშინელი დედა. ეს სერიოზულად. ცილის დროა. ეგ უნდა უთხრა და მისცე აი, უხდება რომ გესროლოს. სიკვდილი არ უნდა რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ვინაა მაგარი ბიჭი? შენ? მიდი დამარტყი. მიდი ახლა დამარტყი. სცადე და ახლა დამარტყი, ძაღლიშვილო. დალევინეს? გაუკეთეს? იმიტომ რომ შეიძლება ვერა სრულწყვას. ახლა კიდევ იცვავს. გამარჯობა. შეიძლება კითხვას ადიღავი. არ მეპასუხო. ეს საფეხური უკვე გავიარეთ. სკაილერ. გრეჩენმა დარეკა 1 საათის წინ. უთხრა ყველაფერი. ვოლტ. უნდა დაველაპარაკოთ. ნუ ვოლტი იდიოტურად მოიქცა. მოდეშით, მაგრამ ასეთი საიდუმლო იცის ადამიანმა
შენზე და გისმენ. просто fuck you ოებდები და გავოდიხარ. თან მანამდე კიდე ლანძღავ 1 საათი. ისინი ფულს აღარ მოგცემენ. არ უთქვამს. კონკრეტულად რა თქვა? ნაწყენი იყო. ბევრი არაფერი. რაღაც არეულად. რაღაც ამდაგვარი. ბოდიში. მაგრამ მე და ელიოტი ვეღარ შევძლებთ მკურნალობის ანაზღაურებას საუკეთესო სურვილებით. სულ ესა. ნუ კი. თითქოს ბოდიში ხდიდა სწრაფად მითხრა. და მაშინვე დაკიდა ყურმელი შეიძლება სინამდვილეშიც გადაურეკე და თავის თავს ადანაშაულებს მართლა რაც უცბად დაემართებისგან მოანა. შეიძლება მართლა გულთან ახლოს მიიტანა. რა სიტყვია ამაზე? იმას რომ ვოტის ბრალია. უბრალოდ ჩვენ მშვენივრად ვისაუბრეთ შუა დღეს. შენ მერე მოხვედი და ის უცბად წავიდა. მერე თქვენ საუბრობდით სახლის წინ. ვოლტ. რა იცი ისეთი რაც მე არ ვიცი. წუხელსად იყავი. გრეჩიკთან ერთად. სანტა-ფეში. რაო? სანტა-ფეში. ნო. გრეჩენი ვნახე. გრეჩენი და ელიოტი. ელიოტი არ გინახავს. გუშინ ვერ შეძლო შენთვის ეთქვა. დღეს თქვა. დღეს მეც ვეუბნებოდა. თითქოს ისაუბრეს არეულად. რა თქვეს? რა ვერ გითხრეს? აი ეგრე რომ მოგეფიქრებინე რამე კრეჩინისთვის სათქმელად უკეთესი იქნება. ბევრ ეკონომიკურ ტერმინებს იყენებდნენ. საგადასახადო, საკომისიო, წლიური დეკლარაცია და ასე შემდეგ, მაგრამ სინამდვილეში როგორც მე მივხვდი ისინი დიდრები არიან. ისინი გაკოტრდნენ. ნუ ხო. ხუმრო? არა. ეკონომიკა დიდი ხანია უკან მიდის. დიდი ბანკები კოტრდება. როგორც ჩანს, სერი ნივთიერებაც არ იყო. დაზღვეული არაფრისაგან. ღმერთო ეს. ხო. სუდია. იცი, თვითონ უნდა ეთქვა ამის შესახებ. ხო, მაგრამ ამაყი ხალხია. მისმინე. ეგოისტი არ ვარ, მაგრამ ვეცდები თვითონ გამოვძებნო გამოსავალი. აი ეგ უკვე აღარ მოსწონს, გაის. მათ ხომ უკვე რაღაც ნაწილი გადაიხადეს. ჩვენ ყველაფერს გადავიხდით. გპირდები. ოკეი. მე მეგონა კარგი, მაგრამ რატომ დადის ისევ ბენტლით? რა? ნუ ალბათ რომ არ შეიმჩნიოს.
კარგი, მე მეგონა ბევრად უარეს მიზეს მოიფიქრებდა, მაგრამ სავუყოთ. დავუბრუნდეთ ჯესის. პატარა. აა, უკვე ეს აზრი აღარ აქვს. ზოგადად არა აქვს მაინც აზრი. ყველა სეიფს აქვს სუსტი წერტილი. მართალი ვარ? სეიფს რომ აკეთებდე, სად დაუტოვებდი სუსტ ადგილს? არსად. მთლიანად მყარს გავაკეთე. ღმერთო, ძირზე, აი სად. სუსტი ადგილი ყოველთვის ძირზეა. პატარა, ეს ჰეროინი ძალას მართმევს. ხომ გითხარით ბევრია მეთქი. კიდევ მინდა რამე. მომეცით ერთი კრისტალი. შენი დოზა უკვე გამოიყენე. მიდი რა, პატარა. ეგ ისაა, რაც მჭირდება. მოკეტე უჭკუო ალქაჯო. კონცენტრირებას ვცდილობ. ალქაჯი არ ვარ. ბოდიში მომიხადე. რამე გიქნებთ ჯესისთვის რეგატორით ასე. რა? კულტურულად გელაპარაკები, მომიხადე ბოდიში. მისმინე სულელო. თითქმის გავაკეთე ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. უკვე ვამტრებ. გასაგებია? ასე რომ მოკეტე ალქაჯო. მაგრამ არ მევასებით ორივე ცოლქმარი. ალქაჯი არ ვარ. ალქაჯო. მისმენ ალქაჯო. გესმის ჩემი ალქაჯო. შენ ალქაჯი ხარ. ალქაჯი. ალქაჯო. არ ვარ ალქაჯი. არა. მე ალქაჯი არ ვარ. გაცრავად Wow, Jess. და დედას ახლა ვერც მოკლავ, იმიტომ რომ ბავშვი გავს. ბავშვმა რომ ეს სცენა დაინახოს, შეიძლება არ ვიცი. That's shit, man. Look what it's close. Politsiya shirkasi. Что есть? ბავშვის საყვარელი. ეი, გახსოვს ჩემი კუკუ? გახსოვს ხო? ასე რომ ვაკეთებდით. შეგიძლია თვალები დახუჭო. კარგია, არ გაახილო. კარგია. შეგიძლია თვალები დახუჭული გქონდეს? ეს პატარა თამაშია, რომელიც უნდა ვითამაშოთ, კარგი? აი ასე. Jesse, idea. Fuck you. Because ვიცნობისთვის. ეი. მიყურე? აი აქ დაიცადე. კარგი? ეს თამაშის ნაწილია. აქ დაიცადე და უკან არ შეხვიდე, კარგი? უკან არ შეხვიდე. ხო? აი აქ დარჩი. მეგონი შევა. მეგონი არსად არ დარჩინა. კარგი ცხოვრებითი ცხოვრე პატარა. გაცრავად. არ შესულა გავიდი. გახმოვანებულია აჯარა.net.com-ის მიერ. საინტერესო სერია იყო. თელი სერია ორი რაღაცას, ანუ ნახეთ ვოლტის ნაწილიც იყო, ჯესის ნაწილიც და ფაქტობრივად ერთი
მისია მიზანი ჰქონდათ ორივეს, ჯესის ფულის დაბრუნება, ფულის რა, ან მისი კრისტალის ან ფულის, ან ორივეს ერთად, უფრო ფულის და ვოლტს ამან ვის დამალვა და არ ვიცი, ეს სერია, აი, ახლა მართლა ძალიან ვინანობ, რომ გამავიწყდა სათაურის ნახვა. ეს სერია, რომელშიც ვოლტმა მაქსიმალურად ცუდი მხრიდან წარმოაჩინა თავისი თავი და ჯესიმ პირიქით მაქსიმალურად კარგი მხრიდან ამოჭრი და დაგიბრუნდებით. მოკლედ, ცუდ დროს ამოვჭერი, მაგრამ საჭირო იყო. ესე იგი, მძიმე დანაშაული მეორე სეზონის მეოთხეს, რაღაც ვიძახი ხო ვნახე უკვე. მე 6 სერია. პიკაბუ, პიკაბუ. დასაგებია. ბავშვის თამაშის მომენტი, ანუ კარგი მომენტი იყო ორივე. ჯესი იმენა საუკეთესო პერსონაჟი იყო ამ სცენაში და ვაფშე ამ სერიალში. ჩემი საყვარელი პერსონაჟია. მოდით უკვე ვიტყვი, რომ ჯესი პინკმენი ჩემი საყვარელი პერსონაჟია. ცუდად არ გამიგოთ, ვოლტი მომწონს. მაგრამ რავი, ამ ბოლო დროს შედარებით. პირველ სეზონში ვოლტი ბევრად უკეთესი პერსონაჟი იყო, ახლა არ ვიცი რა დაიმართა. მომწონს ისევ, მაგრამ შედარებით ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში პირველ სეზონში თუ ვერ ჩამოვყალიბდი, კაიხანი ჯესი უფრო მომწონდა თუ ვოლტი, ახლა ხმამაღლა ვიტყვი, რომ ჯესი. მაგრამ შემიძლია საბოლოოდ გამოვიტანო დასკვნა, რომელი პერსონაჟი არ მევასება ყველაზე ძალიან, ეს ქალბატონი ვაფლის სული. და პალიქარი იყო მართლა რა. თვითონ ვაფლიც არ არის კაი კაცი, მაგრამ ის რაც ამ ქალმა ქნა, წავიდეს მაგის. მოვიდეს პოლიცია და მიუსაჯოს სამუდამო პატიმრობა. თუ უბადო როგორც არის. უბადო იქ ჩვენთან არის სამუდამო, ხო? რაც შეეხება ვოლტს და გრეჩენიდან, კარგად არ ვიცი, გრეჩენი მგონი. გრეჩენი ჯიგარია. ანუ არ ჩაუშვა ვოლტი, სტაბილურად შეინარჩუნა სიტუაცია და ვოლტმაც მგონი ნორმალურად გაიმართლა თავის კაისთან. ერთადერთი ხო ვოლტის საქციელები ამ ბოლო დროს არ მომწონს, მაგრამ ერთი მხრივ არ მომწონს, მეორე მხრივ გასაგებიც არის, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს. თავის სიმართლეს ვერ გაამხელს, როგორ მე უნდა დამალოს და ხო რა. ესე თუ ისე რაც არის. გადავწყვიტე რომ 2 სერიას უყურებ, მაგარი სერია იყო სიმართლე გითხრათ. მართლა ძალიან მომეწონა და ეს არის რა ქვია. მაინტერესებს რა მოხდება ახლა. სავარაუდოდ ბავშვს და იმ გადარეულ ქალს აღარ ვნახავთ, იმიტომ რომ ჯესი დაიბრუნა ფული თავისი მისია შეასრულა. და სავარაუდოდ გრეჩენს და ელიოტსაც აღარ ვნახავთ. მაგრამ რაღაც მიბანიშნებს რომ ვნახავთ, იმიტომ რომ გრეჩენმა დამეტანი ბევრი იცის. ვოლტის შესახებ და კიდევ თუ გამეორდება მსგავსი სიტუაცია, რაც თუ კოსთან დაემართათ ვოლტს და ჯესის, მაგ შემთხვევაში გრეჩენის ჩარევა საკმაოდ არც ისე უადგილო იქნება, მაგრამ საკმაოდ ცუდი სკაილერისთვის. გავაქცევთ მაშინ. და რა ჯერდება გავაქცევთ სათაური. ნეკრო ეზუ, what the fuck ეს რა ინაზია. თავგადასავლების დროის სათაურები გავახსენდა ახლა. უცხოვრად რო იყო რამდენიმე. კაი. მეორე სეზონის მე-7 სერია მძიმე დანაშაულის 3-2-1 დავიწყე. Los jueves es senado microinsu
რა ხდებოდი, მაგრამ ეს რეკლამა არა რაც. ვას ეს ჯესის ბაქანა? შეიძლება სიმღერის სახელია ეს სათაური. ეს აგეთამდე ის რაღაცა ვოლტია? Heisenberg? რა ის კილოგრამ? ის Heisenberg-ია რა. ვეჭველი რა. რატომ შევღერე ხართ სიმღერას Heisenberg-ზე? ვინ ხართ ვაფშე? არა რა გადასვლები. რა ნარკომანობა ხდება? New Mexico. ზრუნვას რო კიდე გვაჩვენებენ. დასნე მექსიკური ის არის სიმღერა. მექსიკური და ეს ემოციტოიც. თუმცა იტალიურსაც არ ვიცი მექსიკური არა. და Heisenberg-ი კიდე იმეორებენ. ნუ ნეტა ვიცოდე რას ნიშნავს ტექსტი ვიცოდე. თარგმანი და შემეძლოს. YouTube ამას თუ უყურებ ცხოველს არ გაბლოკო ამოხოცეს ხალხი ეს ვოლტია წინა სერიაში თქვი როგორც იქნა უცნაური იმიტომ არ არის და დაიწყო რაღაც ძიბედანაშაულისთვისაც კი ზედმეტი ნარკომანია. გახმოვანებულია ajarnet.com-ის მიერ. აზოტი უკავშირდება ჟანგბადთან შემდეგ. აზოტი რა ბრენდება იყო ის სცენარი მითხარით. ხომ იცი კავშირი რას ნიშნავს? ერთ სუხსნის მარტო. მიზიდულობის ძლიერი ძალა. კოვალენტური ბმები, იონური ბმები, ატომებისა და მოლეკულების მოძრაობა წარმოქმნის ნაერთებს. ქიმიური კავშირები ქმნიან სასწაულებს. ეს ბმები ფიზიკური სამყაროს ერთმანეთთან კავშირია. გასაგებია, ახლა გავიგე. შენი გამოცდის ქულაკი სხვა რამეს მეუბნება. რომ ვერაფერი ვერ გაიგე. დიახ, მაგრამ 58 დავწერე, თითქმის გამოვიცანი. თითქმის გამოვიცანი. რამდენია მაქსიმუმი? რას ნიშნავს თითქმის? მეცნიერებაში თითქმის არ არსებობს. არის სწორი და არასწორი პასუხები. თითქმის ვერ დასვამს ადამიანებს თვალეზე. დიახ, მაგრამ მისტერ უოლტ ეს ხომ სულ რაღაც ორი ქულაა. სამოს სერიოზულად? მისმინეთ, თუ ქიმიას ვერ ჩავაბარებ, საზაფხულო სკოლაში მომიწევს წასვლა და მე მართლა ვიმეცადინე.
მაგრამ მაქს ვერ ხვდები აი ნამდვილად ბარიერია სამოცი. მართლა ვისწავლე. მე მთელი ღამე მეცადინეობდი, მე ძალიან მომწონს ქიმია, მაქსიმუმ. როგორც მეცნიერება და იქნებ მე უბრალოდ ყურადღების მოკლეფის. ნუ ალბათ ბარიერია დეფიციტი მაქვს. ხო. გამიკეთოთ სიკეთე. აჰა, სიკეთე. ისკეთებას ვოლტ სამბოლოო დროს დაავიწყდა. სისულელეებს ნუხბედობ. ვოლტ. პასუხი არის არა. შემდეგ ჯერზე უფრო კარგად მოემზადები. ნუ, როგორც მასწავლებლას ამ შემთხვევაში გავუგებ. ეხლა რავი, გამიკეთოთ სიკეთე ნიშანი მომიმატოთ, ეგ ცოტა ისეთი პონტია. რაიმე ვოლტ. ტელეფონი. კიდე მეორე ტელეფონი. ბოდიშით კომპიუტერი მიჯნება. გავაქცევოთ ცოტა საიტმაც გაჭედა და საიტმაც გაჭედა და 3-2-1. თუ გიცნობ შეტყობინება დამიტო. მემალები თუ რა არის? უკვე მესამე შემთხვევაა. მისმინე. ტელეფონს 15 წუთით ჩართულს ვტოვებ. ასე რომ დამირეკე. მაშინ რომ ვილაპარაკეთ, მიხედე მეთქი. თავი დაანებე. მიხედა უკვე. არ გინდა. გასტანებს თავი. წავედი. მიდი ჯესი კარი გააღებ. იქნებ ძინავს ადამიანო. ვიცი რომ სახლში ხარ. შენი მანქანა აქ არის. შემიძლია დაგეხმაროთ. არა. მადლობთ. აქ მენეჯერი ვარ. შეგიძლიათ კაკუნი შეწყვეტოთ. მენეჯერი ხართ? დიახ, დამეხმარებით, ნამდვილად. ამ სახლში შესვლა ძალიან მინდა. ამიტომ გასაღები თუ გაქვთ. ხომ გაქვთ? დიახ, მაქვს. მისმინეთ. აქ მცხოვრები ადამიანის ნახვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძინავს. თქვენ უკვე დააკაკუნეთ, არა? დიახ. და არ გაგიღოთ. რაც ნიშნავს, რომ მისტერ ჯექსონი. მამამისი ვარ. გასაგებია? მისტერ ჯექსონი ხართ? დიახ. მე ვარ. ვოლტ ჯექსონი. და თქვენ? ჯეინი. ჯეინ. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ახლა თუ წინააღმდეგი არ ხართ? მისტერ ჯექსონ, ჩემ მობილურ სიამოვნებით გათხოვათ. დაურეკავთ? არა. არა. ხომ გითხარით? კარგი იქნება თუ შემიშვებთ. ნახავ, ჩემი შვილი როგორ არის. გასაგებია. მომისმინეთ, რაც თქვენ შორის ხდება, ოჯახური საქმეა. მე ამ საქმეში ვერ ჩავერევი. ჯესის თქვენი ნახვა არ უნდა, ამიტომ ვერ შეხვალთ. მაპატიეთ. და ეს პოდაყვა. შემოდი. მამა. ჯეინ დამჯერე არ გიგმოდსოდე რა ხდება. კარგად ხარ? ჰა. ჯესი ჯექსონი? შენ რა სულ? ხედავ ტელეფონი მაინც გქონია.
იმიტომ ანათებს რომ გირეკავდი. დაიკიდე ძმაო. მომეცი ჩემი. დაგიმტვრევ. წეულო ნარკომანო. ამას აკეთებდი, როცა შენთან დაკავშირებას ვცდილობდი, არა? არა. საქმეზე ვჩალიჩობდი. რა საქმეზე? ცოტა გვიანი აღარ გინდა მაგის გეკეთება. შენ რომ შემომტენე ახواრო. დაგავიწყდა? აი ეს საქმე. წესი. არაფერს გახსენებს ნაბიჯვარო. შენ რა მართლა? მითხარი მოაგვარეო და მეც მოვაგვარე. როდესაც ეგ გითხარი დაშინებასა და მუქარას გულისხმობდი. ფულის დაბრუნებას გთხოვდი და არა. ვიღაცის მოკლას. არა. ხო და უკვე გვიანია. ის ტიპი უკვე მკვდარია. გასაგებია? ჩანდაბა. დაიბრიდა. ღმერთო. მოიცადე. შენი ფული. ჰა, $4,630. შენი ნახევარი. ბედნიერად დახარჯე საწოდაო ნაბიჯვარო. და დაინახებს რომ ყველა ტყვია ბევრს და იფიქრებს რითი მოკანიო. მე მოკანი. არ მithქვამს რომ მე მოვგალი. მითხარი რა მოხდა? იმ ტიპს სოლმა სიმართლეა ეს. თავი ბანკომატით გაუხედა. თავი გაუხედა? ხო, ბანკომატით. ჩემ თვალწინ. გაუხედა. ღმერთო. ხმა. ისევ მესმის. და სისხლი. ყველგან სისხლი იყო. იმდენი რომ ვერ წარმოიდგენ ძმო. მისმენე, გთხოვ, ჩემი მოსაწევი მომეცი. გულის რევაზე მეხმარება. კი? ანუ, არავინ არ იცის. შენ არავინ მოგიკლავს. ვინმე სხვა არ გონია რომ შენ მოკალი? პოლიციაში დავრეკე. პოლიციაში დარეკე? ხო. დავრეკე და ავითესე. მივიდნენ და ცოლი დაიჭირეს. ღმერთო. იმდენად გაგიჟებული იყო რომ ეგრეც არ სულ აფეთქე მიზეზად რა მოკლა. უთხრა. კაცმა უთხრა ბოზი ხარო. მაგრამ მართლა იყო. შეიძლება დაგულისხმები ერთი შენი რეგულარულად. ამოცნობა შეუძლია? შეუძლია გიცნოს რომ იქ იყავი? სიმართლეა. თავის მარცხენა დუნდულს ვერ იცნობდა, ისეთ გაიფში იყო. ერთი პატარა ბავშვი ყავდათ. მისმინე, ნორმალურად ვერ გავიგე. ნუ თქმა მარტივია. მაგრამ ის ქალი ვერ შეაჩერე, სანამ მოკლავდა? ის იარაღს მიმიზნებდა, გესმის? ხო, ჩემს იარაღს. მიდი. მითხარი. თქვი. არა, მე არც თუკო ვარ და არც Crazy 8. გუნდს ვერ უხელმძღვანელებ. გავიგე შენი აზრი ძმაო. გავიგე. თუ გიცნობთ შეტყობინება დატოვეთ. გაუმარჯოს, ბეჭერი ვარ ძმაო. რა? ეს ჩემი ნამდვილი სახელი არ არის. მოგლედ. კარგი. თანსაცმელი დაგითრიე. შენ რომ გინდოდა 32 დიდი ზომა, არა? ექსკლუზიურად შენთვისაა. მოდი საკაიფოდ ვივაჭრო ძმაო. კი? ესე იგი, საქმეში დაბრუნებას აპირებ? ვაუ. შენ განაგრძე. მე მინდა რომ დავივიწყო. ნუ,
ხმა არ მოუღია მაინც. წოხვარ. ჰემ რა იყო? მისმინე. ოპა. მან დვინ ყავს. მექსიკელი ხესუს სერიოზი. მალვერდე. მექსიკელი დილერების მფარველი ანგელოზი. ვიცი ვინც არის. ის გამოსირებული. მის სახელზე ლოცულობენ ხოლმე. გთხოვთ, სენიორ წმინდანო, ნარკოკონტროლი არ გვინდა. გთხოვთ. უბრალოდ მაინტერესებს მაგიდაზე რატომ გიდევს. ნეონაცისტებს ზენადირობისას სვასტიკა არ გეკეთება, ხომ ასე? სუნძი. სულ რა? ჩინელი გენერალი მე-6 საუკუნიდან. ომის ხელოვნება დაწერა. მტერს საკუთარი თავებით თუ იცნობ, ბრძოლების უმეტესობას უპრობლემოდ მოიგებ. მართალია. აგენტო შრეიდერ, სერ? მიხარია რომ ჩვენთან ხართ. გმადლობთ, გმადლობთ. ბიჭებს კარგად შეეწყვათ? დიახ, კარგი ბიჭები არიან. და გოგოები, ბიჭები და გოგოები. მოკლედ ხოლმე. ძალიან კარგი. იდეალურ დროს ჩამოხვედით. სადაც საკარტელს ავაწიოქებთ. არა, ვანკო? დიახ, სერ. რა თქმა უნდა. ძმაო, შეხედე და ნამგზავრიდან გადაიღეს. გაზებს როგორ უშვებდი. სუგანი და ბიჭი, ეს თქვენზეა. სუგანი შარვალში მიდევს, ბოზო. წესიერად. ნამდვილი კი არა, სირო. მაინც წესიერად მოიქეცი. შენ მოიქეცი. ფორმა ნახეთ. მე ჰაიზენბერგი ვარ. შენ ხარ ჰაიზენბერგი? როს? მახსოვ ხარ, შენ ხარ. კი, ნახეთ. საქმე სწრაფად მოვათავოთ. ჯესი სად არის? დაკავებულია. ასწორებს. მაგრა დასწორებს. ნახდა დასწორებს. მოიცადე. მან ყველაფერია, ყოველი დოლარი. გადათვლას თუ დააპირებ, აქ? უბრალოდ ვამბობ, რომ ამბობს რომ ყველაფერი საკაიფოდაა. კარგად ვიცით ვიზე მუშაობთ. და არაფერი გვეშლება. ასეა ძმაო, ნახდათ. რა გაიგეთ? ჯესი მართლა ჯესი მარა. ტიპს თავი ბანკომატით მართლა გაუხეთ, ხა? ქალაქში ბაზრობენ. ეს ვინ თქვა? ძმაო, მთელ ქალაქში ბაზრობენ. ყველა ძმაო. მასე, აქამდე ტიპებს გადასახდელად დავსდევდი ხოლმე. ყველა თავის ნებით მოდის და დებს. ასეა ძმაო. ნამდვილად. არა. მაგრამ საიდან გავრცელდა ეს ჯორანი? ეს მართლა გააკეთა? აჰა. თქვენთვის არაფერი მithქვამს. ფორმა. მე მგონი თამბრეილი უკვე მზადაა. სპაიდერი. ბევრი ჭამე. გმადლობა.
ძალიან კარგი მის ვაით. თქვენს რეზუმეს განვიხილებთ და პასუხს შეგატყობინებთ. გმადლობ. უბრალოდ მინდა და აღმენიშნა, რომ ადრე აქ მუშაობდი. თვეში. მართლა? როდის მშობიარობთ? ანუ ცოტა დრო გავიდა ის. რამდენიმე თვეში. გილოცავ. თვეშია? დიახ, მართალია, საბუღალტრო განყოფილებაში მუშაობდით და 4 წლის წინ წასულხარ. ის მართლა როდის იმშობიარებს სკაილერი? იცით, სერიალის ბოლოს, რა ვიცი. მადლობ რომ მოხვედით. შეიძლება რომ ტედ ბენეკი ვნახო. ვფიქრობ უნდა ვახსოვდე. სამწუხაროდ მისტერ ბენეკი დღეს ძალიან დაკავებულია. თუ შეიძლება უბრალოდ მე სკაილერ. ღმერთო, არ გელოდე. გამარჯობა დედ. შემოდი. კარგი. ზარებისთვის არ მეცლება, მარგარეთ. მოდი, შემოდი, აი აქ დაჭიქი. გმადლობ. გოგო. შესანიშნავად გამოიყურები. კარგი რა. ბიჭი თუ გოგო? თუ საიდუმლოდ ინახავთ? გოგოა. ერთი სული გვაქვს, როდის გაჩნდება. მე არ შეშება. და რამდენი კლასია? ბიჭის გეყოლება და გოგოც. ულტუმსროსი როგორ არის? უკვე მე-11 კლასია. ძალიან სწრაფად იზრდება. უკვე ჩემზე მაღალია. ხო. ალბათ 1.95 იქნება, როცა დაამთავრებს. და ძალიან სიმპათიურია. გაგიჟდები? კარგი გენები აქვს. კინო ვარსკვლავებზე გამახსენდა. ესენი ტყუპები არიან? ხო, ასეა. ძალიან ლამაზები არიან. მართალია და ეს იციან. მაგარ შარში ვარ. ხო. ესე იგი, ახლა უფრო დიდი კაბინეტი გაქვს. ხო. უცნაური არა. ისევ მამა ჩემის მგონია. ძალიან მაგლია. მეც. მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ ჩემითი ამახებდა. შარშან საუკეთესო წელი გქონდა. ხო, იამაყებდა. ულტი როგორ არის? კარგად, ძალიან კარგად. ხო. მასწავლებელი მაგრამ ისევ მასწავლებელია? ხო, მოკითხვა გადაეცი. აუცილებლად გადავცემ. სიმართლე გითხრათ, აქ მხოლოდ მოსაკითხა და არ გამომივლია. ბუღალტრის ვაკანსიის გამო ვიყავი მოსული. მეხუმრები? სკაილერ ჩვენი საუკეთესო თანამშრომელი იყავი. ხო, მაგრამ ეკონომიკა, ხომ იცი? შენ და მონაცემები შეყვანა? ეს შეცდომა იქნება. შენს ძველ პოზიციაზე რა სიტყვი? ვფართოვდებით და მოკლედ იცი, ჩვენ შორის დარჩეს მთელ დეპარტამენტში ისაგიჟეთია. საკმაოდ ბევრი საქმე გვექნება. შენი დახმარება კი გამოგვადგებოდა. კარგი. კარგი. ეს ჩვენი ტერიტორია არა? ახლანდელი. ისმენ? ხო, ძმა, ვეგა. მე ახლა ნახე. ამას შეხედე. აქ და აქ. შენი აზრით ესენი რა არის? ოქროს საბადოები. აი რა არის. არა, შეხედე. მთელი ქალაქია მომხმარებლებით სავსე. ამას რატომ არ ვიყენებთ? იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორია არ არის. იმიტომ რომ ინიციატივას არ ვიჩენთ. ინიციატივა. ხო, მეტი დილერი გჭირდება. გუნდი უნდა გაორმაგდეს, გასამაგდეს. იმ სამს, ვინც ვნახე, კიდევ 3, 6, 9 ქვედა დილერი უნდა ემსახურებოდეს. ექსპონენციალური ზრდა, ესაა გასახედი. ეგ ჩვენი ტერიტორია არ არის. ხვდები? ჩვენ თუ მაგაზე გავალთ. სხვა გუნდები არ მიგვიღებენ. ხვდები? ხო, რა თქმა უნდა, არ მოეწონებათ. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ არაფერს იზამენ. ჯესი. არა. ჯესი. ყველაფერი შეიცვალე. ხმები დადის. დადის, რომ კვლელი ხარ.
რას ამბობ? მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს. ვიღაცამ შენი გადაგდება ცადა. შენ გაბრაზდი და თავი ბანკომატით გაუტეხე. მაგრამ ეგრე არ ყოფილა. ვის აინტერესებს? თავარია კონკურენტებმა დაიჯერონ და პოლიციამ არა. ღმერთო. ვერ ხდები რა მაგარია? არც ისე მაგარია. ჯესი მისმინე, შენ რა? მომისმინე ჯესი. ეს რო იბერებად? შენ ზღარ ფთევზა ხარ. რა? ზღარ ფთევზა, დაფიქრდი. პატარა. არც სწრაფი, არც მოხერხებული. მტაცებლებისთვის მარტივი მსხვერპლი. მაგრამ ზღარ ფთევზა საიდუმლო იარაღი აქვს, არა? ზღარ ფთევზა რას აკეთებს, ჯესი? ზღარ ფთევზა წარმოდგენა არ მაქვს. ზღარ ფთევზა იბერება 4-ჯერ, 5-ჯერ შეუძლია თავის გადიდება. და რატო? ამას რატომ აკეთებს? ეს საშიშს ხდის. საშიში ხდება. ამეთქი სხვა თევზებს აშინებს. ხო და ზღარ ფთევზა შენ ხარ. შენ. ეს ყველაფერი ილუზია. ასია. უბრალო ჰაერია. მითხარი. ზღარ ფთევზას ვინ უპირისპირდება ჯესი? კარგი. არა. ამის მერე ზღარ ფთევზას დაგიწეხი. მე ზღარ ფთევზა ვარ. ზღარ ფთევზა ხარ. ჯესი. ზღარ ფთევზა ვარ. ისე თქვი როგორც საჭირო. მე ზღარ ფთევზა ვარ. ზღარ ფთევზა ხარ. აი რა ხარ. ხო. ახლა წავუზღარ ფთევზოთ. კარგი. ობიქსკერე. Vale más que una entranada, ¿eh? Está peligroso. A lo que venimos, Tortuga. Sí, tiempo federal. Dame el libro a él. Dame el libro. Aló. არ გესმის? სკაიმოლი მომეცი თუ შეიძლება. ვანკო. ეს ახალი ტიპი ესპანურად არ ლაპარაკობს. რა ხდება? თეთრო ბიჭო. გირჩევნია ესპანური ისწავლა. აქ მისურის ქალაქი ბრენსონი არ გეგონოს. ხვდები რას გეუბნები? კარგი, თავად გასავლე. Vamos a hacer un negocio. ეს ნიშნავს მოდი ვილაპარაკოთ. მე გამოუშვი, გელოდებით. ნახე. ეს. ნომერი SS4G. იანკის ბოლო სეზონის სამახსოვრო ბურთი. დერეკ ჯიტერის ხელმოწერით. ვანკო ჩაიწერე. შეხედეთ მო. ჰენკშენ 6-1-0 ZBG. ნოხის ბილიკი. შეხედეთ ჩვეულებრივი ნოხია, რომელსაც იატაკზე აფენ. მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ $100 გავს. 20 წელი მინდა. თელ სახში დავაწყობ. მიდი, მომიტანეთ. 3 გექნება. არა 10 იყოს. 5. გადასახადები მაქვს დასაფარე. მომისმინე. იქნებ ტვინის ღუნვას მოვჭეთ, ჰა? შეხვედრასაც იქნება და როდის? თეთრ ბიჭს მოლაპარაკებები არ მასწავს? თეთრი ბიჭი ჭკუას გასწავლის დროის კარგვას თუ არ შეეშვები. შედერ. თეთრო ბიჭო, ჩემი სახელია ტორტუგა. იცი რას ნიშნავს? ტორტუგა. გამოვიცნობ. ალბათ ესპანურად გამოსირებელს ნიშნავს. ტორტუგა კუს ნიშნავს. ეს მე ვარ. დრომ ჭირდება, შეიძლება იყო. არასდროს უმარცხდები. მოიცადე. ახლა გამახსენდა. ძალიან მაგარია. შეხედე. ბაღის ქანდაკება 7 კუ. ხო, 7 კუ. აი ასეთი ორი მინდა. შეხედე რა მაგარია. ძალიან მომწონს. თენქს ყველაფერი კარგად აქვს. გრეიდებითაა დაკავებული. აბა რა სიზამსის ხომ ჩვენი გმირია. შენ დახვალ ელპასოში. კარგი რა. მესამე სამყაროს ქვეყანას გავს. თან ჰენკი მაინც სულ დაკავებულია.
რაღაც დიდი ოპერაცია დაიწყო, რაღაც საიდუმლო ოპერაციაა, რომლის შესახებ მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ საზღვარგარეთაა. საინტერესოა. ხომ უსაფრთხოდ არის? ხო. ამბობს მხოლოდ მაგიდასთან ზივარო. ჩვენში დარჩეს მეცეს მინდა. მაგიდასთან ჯდომას რაც შეეხება. სამსახური ვეშავე. აფხელა. მერი. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ხარ? გმადლობ. ხომ იცი რაც ვიგულისხმე? სად? ვისთან? ალბათ მასთან, ვისაც ამასთან მუშაობა უნდა. ბენეკისთან. არ მჯერა. მისტერ ხელების ფათურა ისე ვიქარეს? მერე ეს ერთხელ მოხდა საშობაო წვეულებაზე. ისეთი მთვრალი იყო, სიტყვებს ვერ აბამდა. იდეალური უფროსია. მერე კი ბოდიში მომიხადა. თანაც დაქორწინებულია, ოჯახი ყავს. არენდომება სექსუალური შევიწროებისთვის. ეს აღარ განმეორდება. მე ეჭვება ახლა რომ აღარ განმეორდება. ფინანსურად ასე ძალიან გიჭერთ? არა. ხომ იცი რომ შეგვიძლია დაგეხმაროთ? არა მერე. უელს ხომ იცნობა რა ის უბრალოდ მერი გახდა ბევრად უკეთესი პერსონაჟი. გამარჯობა. მანამდეც კარგი იყო ახალი უბრალოდ. რა არის? რაც კარგი გამოიჭირა, ის ისეთი მოსოდა. არაფერი. შენ ვერ როგორ იყო ხარ? თავის ჭკუაზე. კარგად. გამარჯობა. გამარჯობა. სადილი დაახლოებით 1 საათში იქნება. კარგი. ყველაფერი რიგზეა? ყველაფერი იდეალურადაა. ფერსაშილადა. აუ. ნუ ხო შეიძლება გახდა ეს. ეს უბრალო ბურბუშელა. მე ხრაშუნა ბურბუშელა მინდოდა. მერე? იგივეა. იგივე არ არის. იცი, კარგი იქნება საყიდლებზე თავად თუ ევლე. მერე იმას იყიდი, რაც გინდა, არა? ეს რთული არ არის, დედა. ყუთზე აწერია, რომ ხრაშუნაა. ზედმეტი მოგდეს. დილამშვიდობის. დილამშვიდობის სასაყვარელო. გამარჯობა, მამა. გამარჯობა. მამა, რამე სამჩნე? დღეს დაგრძალვა? დაკრძალვა? ღმერთო ჩემო, ასე გამოვიყურები? არა. დედამ სამუშაო იშოვა. სამუშაო? რატომ? ბანკის ანგარიში ხომ არ გაჩვენა? არა. გგონია შენს მდგომარეობაში ეს კარგი აზრია? არა, ეკიმა მითხრა, რომ შემიძლია მშობიარობამდე ვიმუშაო. საოფისე საქმეა. უბრალოდ უნდა ვიჯდე. კი, რაც მოწონება. ბენეკისთან. საბუღალტრო დეპარტამენტში ვბრუნდები. სკაილერ. აბა ბევრი კვამლია. ამიტომ არ წამოხვედი? მას შემდეგ ეკოლოგიის დამცველები გახდნენ. რაღაც ეკოლოგიური შენადნობი აქვთ. იქ ყოფნისას არაფრის სუნს შევუწუხები ვარ. მისტერ ბენეკი ხომ გარდაიცვალა? ხო, ახლა უფროსი ვინ არის? ტედი. მისი შვილი. იმედია ვოლტმა არ იცის ის ამბავი. მოკლედ, უნდა წავიდე. არ მინდა პირველივე სამუშაო დღეს დავაგვიანო. კარგი, კარგად. 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 დროებით. კარგი. წარმატებები მისურვეთ. წარმატებები. ნახვამდის. ჯეიმი ხატავს. გამომარჯოს. გამოходი ბუნაგიდან. ხო. ტელევიზორი მომენატრა. მაღაზიაში გავივლი. რამე დიდ ტელევიზორს დავითრე. იმეს მენდელს. მოკლედ. მუცა. რას რაც ხატავ? ანგელოზის და იშმაკის ჯანდაბა. ანგელოზის და იშმაკის გაერთიანება. საკაიფო სვირინგი იქნება. ზუსტად მაგას ვაპირებ. მაგარია. სალონში ნახევარ განაკვეთზე მუშაობ. ასწორებს. მაგრად ხატა. ბავშვობაში მეც ხატავდი. არა, მაგრამ ხატვა უყურდა. შენც ხატვარი იყავი? მეც მიყვარს ხატვა, უბრალოდ ბავშვობაში უფრო მეტ დროს ვთვალდი. მერე თავი რატომ დაანებე?
ესე, უბრალოდ. მითხარი შვერინგების რომ ოლოსტაც არ აქვს შვერინგები. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. რა ჭენდება? ძმაო, პინკმენი არ ხარ? ой, ну ილაპარაკებს. მაგარი კაცი ხარ, ყველა შენზე ლაპარაკობს. ხო, ოჯახ ძმაო, ასე განაგრძე. აუ ხო. ესე იგი პინკმენი არა? ხო. მეგონა ჯექსონი იყავი. ორი გვარი მაქვს სოიგმაიც უთხარ. თუ აგრძელებულია ეგრე. ნუ უბრალოდ აქ ვიცნობ ბევრს ვისაც ორი გვარი აქვს, მაგრამ საქართველოშია ეს. ის ტიპის სახელს ნამდვილად ამართლებს. თუ დროს ტყუილად უკარგავთ. გამოჩნდებიან. ცორი როქრის გვარზე გადავა კიდევ ხო, მაგრამ კიდევ კატალოგი რომ მოუტანონ? უფრო მკვეთრი სურათით? თიხის ავეჯი? ხომ არ გაგიჟდნენ? ეს ტიპი როგორ გამოუშვეს თან ენა არ იცის. პოლიტიკა ძმაო, პოლიტიკა. არ იწერს. ვითომ ადგილობრივი გმირია. შეუბნები მოგონილი იქნება. შეიძლება ალბუკერკეში გმირია, დიდი ვერაფერი იქნება. რამე უნდა მითხრათ? რა? არა ძმაო, უბრალოდ გაქებდით. გვიხარია რომ აქ ხარ. კეთილი იყო შენი მოსვლა. აყურებინება ხა სერიალს თუ კიდევ მეჭედავდა ესე უაზროდ. ვინც უსტარჩი. 11. ეს თქვენი კაცია? მგონი თქვენი კაცია. იქრა ჯანდაბა უნდა. გამარჯობა DEA. შრეიდერ, სად მიდიხარ? ვეცეთ უნდა გადავდივართ საიტი თოილერები და მოგიჯო. კაი, გავაგზავნეთ 3-2-1 გო. სამხილების 5 მჭირდება. დიდი, რამე დიდი. რა იყო შრეიდერ? ისე იცევი თითქოს ადამიანის თავი კუსურგზე არასდროს გინახავს. თქვენ გინახავთ ადამიანის თავი კუსურგზე. აბა? კეთილი იყოს. ჩემი ფეხი. ჩემი ფეხი. შეჯენდება იყოს.
საქმე იცვლება. ეს ჩვენი ქალაქია. გასაგებია? მთლიანად. მთელი ქალაქი ჩვენი ტერიტორია. განცხადებას ვაკეთებთ. იქ გავყიდით, სადაც გვინდა. და როცა გვინდა. მეფეები ვიქნებით. გასაგებია? უпростоრად მე ვიქნები. თქვენ პრინცები, თავადები ან სხვა რამე. მე რაინდობა მინდა. პირველ რიგში ვიყავი. მეტი დილერი გვჭირდება. ქვეითი რაზმი ხომ გაიგეთ? ახლა თქვენთვის იმუშავებენ. თქვენ ჩემთვის მუშაობთ. ისინი თქვენთვის. მოძღვით? ნაჩოს ფენებივით. ექსპონენციალური ზრდა. ეს კი წარმატებაა. დიდი წარმატება. გასაგებია, გასაგებია. ასწორებს. გავიგე. კაია. მზად ვართ. მიჭები მზად არიან. მაგრამ მაყუც მოვჭრით. ფული, მისტერ ვაით. სკელი დასტები. მკვდარი პრეზიდენტები. მკვდარი პრეზიდენტები. ქალაქს დავიბრუნებთ. ცოტას ვიღებთ. რა? როცა ბაზარს იფხრობ, ფასს ზრდი. მარტივი ეკონომიკაა. მოდი, აღარ გინდა რა. დაკმაყოფილდი იმით, რაც გადაჩნია. გამარჯობა დედ. შემოდი. ყველაფერი მომზადებიათ. ხო, ყველაფერი იდეალურადაა. სააბაზანოსთან ახლოს ვარ და შორს იარული არ მომიწევს. ეს კარგია. ვიფიქრე მოგეწონებოდა. ხო. მისმინე მადლობის თქმა მინდოდა. სამსახურში რომ დამაბრუნე. მადლობა საჭირო არ არის. ჭირდებოდი. დედ. ღვინისთვის ჯერ ადრეა, არა? ჯანტება, უზნისვენი. გოგოებს საჭმელს უმზადებდი. დენისი როგორ არის? დაახლოებით 1 წლის წინ დავშორდით. წუხარ. სკოლის შემდეგ ერთად ვიყავით. ხო. მახსოვს. მოკლედ, არ ვიცი ხალხი იცვლება. ხო. გარგი, მინდოდა მოგსალმებოდი. მიხარია რომ დაბრუნდი და ავტომატებთან გრახავ ხოლმე. კარგი. ოდესმე ერთად ვისადილოთ, როგორც ადრე. რა თქმა უნდა. დედ, მოდი ახლა ზედმეტებში მივდახვალ. სადილი მოსულა, მაგრამ მოდი სადილზე გავჩერდეთ. თანამგზავრის სიგნალის ძიება. ო, ჩინი. Second. Just a second, just. რაღაც ასხსნელი გაქვს. გამარჯოს. გამარჯობა. მისმინე. სინამდვილეში ჯესი ჯექსონი არ ვარ. მივხვდით. ჯესი პინკმენი მქვია. და ის ტიპი რომ მომაკითხა
მამა ჩემი არ არის, მაგასაც ვეთქი. მამა ჩემი არ არის. მე მგონი მაგას ისედაც მიხვდა რა. გაგდება ხომ არ მიპირა. აკავრობა ძალიან მომწონს. ჩემი საქმე არ არის რას აკეთებ. სანამ არ კარგა აკეთებ. მაგარი ტელევიზორი ვიყიდე. გინდა გაჩვენო. აჰა. მაგარი ტელევიზორი. ეს სვეტში მე ვარ კინოში რომ ის აქვს და ტრეილერებს რო ვიყიდე. მართლა შავი რომ არის. ზოგი ტრეილერი საინტერესოა, მაგრამ Dolby 6 და რაღაც მოკლედ ძალიან მაგარი იქნება. მაგრამ ძალიან არ ვაღვირებ. რა თქმა უნდა. არ ვიცი ამდენი ხანი რატომ სჭირდება. იქნებ გამოსასწორებელია რაღაც. მიდი. ოპიტაგიორდება. ვაუ. აბაზო. რელიზი მომზადებულია მუვიჯის მიერ. ობიესი გაფუჭდა. ესე იგი ეს იყო ძიმედან და შაური მეორე სეზონის მეშვიდე სერია, რომლის სათაურის გახმოვანებაც ნამეტანი მეწარება, იმიტომ რომ რა სათაურია ეს. კაი სერია იყო, მომეწონა. საინტერესო იყო. ვოლტიდმა და ჯესიმ გააგრძელეს თანამშრომლობა და ახლა უფრო სერიოზულ საქმეს იწყებენ. ცოტა ეს ვოლტის ზედმეტი მოსდის გადასახადებს, ანუ კი მის ბიზნესი ეგრევე მოქმედებს, მაგრამ ხო გაწყობდა როგორ ფულიც ქონდა შენ, როგორცაც იმუშავებდი და რაღაცა, ანუ კი უკეთესისგან შეცვლის ყველაფერს, მაგრამ ანუ ზოგადად რა აზრი აქვს მაგის გაკეთებას, როდესაც ყველაფერი გაწყობს და ნაკლები პრობლემა გექნება ამ შემთხვევაში. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, აუ ფასი გაზარდეს, აუ უნდა მოსწორებ, ახლა დავაშანტაჟებ, წავართმევ კრისტალებს და ასე შემდეგ. ანუ ეგ მომენტი არის და ვოლტს კიდე ბევრი რამ აქვს, მართლა გითხრათ, ამ ყველაფრის შესახებ სასწავლი. მაგრამ ხო, ანუ მე მგონი ასეთი პრობლემა, ბოლო დროს რა უნდა შეგვექმნას. მაგრამ რავი. რაც იქნება. სკაილერმა მუშაობა დაიწყო, ცოტა ეს პიტი უსიამოვნო გრძნობას მიტოვებს, მაგრამ არ ვიცი, რა პიტი კაცო, ტედი. უსიამოვნო გრძნობას მიტოვებს, ასე მგონია, რომ რაღაცა შეცდება, რომ სკაილერთან გააკეთოს, ხო ხვდებით. და ჯესი, ხო, ჯესი იმასთან, ჯეინთან. რამჩისკეცო. ჯესი ჯეინთან ეს სცენა ძალიან მომეწონა და იმედია ხშირად ვნახავთ მაგვარს ერთად კიდე. და ალბათ ხშირად ვნახავთ კიდეც. თუმცა
მე არ ველოდებოდი რომ ჯესი ეგრე სწრაფად გამოწყდებოდა ჯეინთან. მაგრამ ხო, ჭორები მალე ვრცელდება და ეს ჭორები ჯესიზე ცოტა არ იყოს არც ისე მომწონს, მაგრამ ნახოთ სანამდე მიგვიყვანს მერე. კაი, დაგემშვიდობებით ახლა. მე ნამდვილად არ მაქვს სათქმელი არაფერი, ისედაც კაი დიდი ვიდეო გამომდის. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მადლობა ყველას, გემშვიდობებით, გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.